ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებისთვისაც 20-25 წელი სასიყვარულო კუთხით ყველაზე იღბლიანი იქნება. ამ ვიდეოში ასევე ვისაუბრებ 2025 წლის სასიყვარულო თემებზე. მე ვარ გიორგი ხუბულავა, ასტროლოგი. მოდი გავიგოთ რა ხდება ცაზე და როგორ მოვიქცეთ დედამიწაზე. პლანეტა ნეპტუნი 2025 წლის აპრილი-ოქტომბრის შვალეთში იქნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. პლანეტა ვენერა მარტის დასაწყისში ხდება რეტროგრადული, დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში. დანარჩენ პერიოდებში იგი ჩვეულებისამებრ დირექტიულად მოძრავია. იუპიტერი კი დირექტიულ მოძრაობას შეიძენს თებერვლის თვეში და ნოემბრის შუა რიცხვებამდე ასე გააგრძელებს. აღმავალი კვანძი იანვრის ბოლოსთვის გადავა თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო დაღმავალი კვანძი შესაბამისად იანვრის ბოლოსთვის გადავა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. ახლა კი იმაზე თუ როგორ მოვიქცეთ. 2025 წელს სასიყვარულო მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევებია. წინ წამოვა სამსახურებრივი რომანები. ურთიერთობებს სერიოზული გამოცდა-ელით. უნდა ითქვას, რომ სასიყვარულო ურთიერთობები დასრულდება იმ შემთხვევაში, თუ კი 2025-ში წყვილი ქორწინებამდე ვერ მივა. ესე იგი, ან შემდეგ სტადიაზე გადადიხართ, ან არა და ნახვამდის. ახლა რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს. პირველი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიცაც 2025 სასიყვარულო კუთხით იღბლიანი იქნება, არის კირჩხიბი. კირჩხიბებს მართლაც კარგი წელი უნდა გქონდეთ. ვარსკვლავები ხელს გიწყობთ, რომ 2025-ში დაოჯახდეთ. მეორე ზოდიაქოს ნიშანი, რომელიცაც 2025 წელი სასიყვარულო კუთხით იღბლიანი იქნება, არის ვერძი. ვერძებისთვის სწორედ სამსახურებრივი გადაკვეთა შეიძლება იყოს იღბლიანი. ასე რომ მოემზადეთ. მესამე ზოდიაქოს ნიშანი, რომელიცაც 2025 სასიყვარულო კუთხით იღბლიანი იქნება, არის ლომი. თუმცა ლომებს განსაკუთრებული აქტიურობა გმართებთ, რათა სასურველ შედეგზე გახვიდეთ. რომ შევაჯამოთ 2025 წელი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის ფანტასტიკური დროა დაოჯახებისთვის. ბედნიერ წელს გისურვებთ. დროებით.